მოგესალმებით, გამარჯობა. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ საუბრობთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც სულაც არ არის ერთი და ერთადერთი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის შუა დერეფანი და საუბრობთ ქალბატონ მაკა დაუშვილთან, რომელიც გახლავთ დამოუკიდებელი მკვლევარი, რომელიც არის ჯიპას დოქტორანტი და მან ცოტა ხნის წინ GFSI-ის ვებზე გამოაქვეყნა თავისი სტატია ზუსტად აი ამ დასახელებით და იმ გამოწვევებით, რომელიც წინაშეც რეალურად ეს სფეროდ, ეს მიმართულება დგას მთლიანად და მე მინდა გთხოვოთ და წარმოგიდგინოთ ქალბატონი მაკა და ვთხოვო მას, რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, თუ რას წარმოადგენს შუა დერეფანი, რატო არის ის მნიშვნელოვანი ახლა, თუმცა ჩვენი მაყურებლისთვის აუხსნი, რომ მას კარგად მოეხსენება, რომ ჩრდილოეთით რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სპობს იმ შესაძლებლობას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ანუ გადაზიდვების და ამ შემდეგ, ხოლო სამხრეთით ირანის და არა მხოლოდ აი აქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ასევე ზღუდავს გარკვეულ შესაძლებლობებს გადაადგილების და აქ ჩნდება აი ეს რაღაცა ფანჯარა, შესაძლებლობის ფანჯარა, რაზეც დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მკვლევარები და ამ საკითხის ძალიან კარგი მცოდნეები ამაზე ბევრი წელია მსჯელობდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ ის პრიზმა, რომელიც ქალბატონმა მაკამ დაინახა, რომელსაც ქალბატონი მაკა იკვლევს და გთავაზობს ჩვენს განსახილველად. მაშასე მოგესალმებით და დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და დავიწყოთ საუბარი, რას წარმოადგენს შუა დერეფანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. სალამი გიორგი, მივესალმები მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის პირიქით. თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ შუა დერეფანთან დაკავშირებით და ის ძირითადი გამოწვევები, რაც სატრანზიტო მიმართულებაზე ევროპის და აზიის კავშირის მიმართულებით დღეს არსებობს, ბუნებრივია, მაგრამ ასევე სწორად აღნიშნეთ ის, რომ ეს არ არის თემა, რომელიც დაიწყო ან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის თანავე ან COVID პანდემიის პერიოდში ან სამხრეთში მიმდინარე ასეთი ცხელი მოვლენების დროს. ეს რეალურად გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ ალბათ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს თაობაში ახსოვს ეგრეთ წოდებული ტრასეკა, ხო? რომელიც გარკვეულწილად წინამორბედსაც წარმოადგენს ტრანსკავკაზიური საერთაშორისო მარშრუტის და უკვე მერამდენე დეკადაა ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში ბუნებრივია იცვლება მნიშვნელოვნად გეოპოლიტიკური სიტუაცია, მარტო გეოპოლიტიკური კი არა, კლიმატური სიტუაციაც იცვლება, რაც ასევე გარკვეულწილად უბიძგებს ეკონომიკებს მსოფლიოში, რომ შეცვალონ თავიანთი ვექტორები და ხედვა ზოგადად და სტრატეგია ბიზნესებს მათ შორის, ბუნებრივია, რომ ბიზნესებისგან შედგება ეკონომიკები. და აქედან გამომდინარე, სანამ უშუალოდ თქვათ აი კონკრეტულ ბოლო 5 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებამდე მივალთ, შეიძლება ითქვას, რომ სოფლიო ეკონომიკები ნელ-ნელა გადადიან ნაცვლად ესეთი ერთ არხზე დამოკიდებულებისაგან მრავალ სხვადასხვა არხზე დამოკიდებულებისკენ, რაც დივერსიფიკაციას გულისხმობს თავის თავში და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია რომელიმე ქვეყნის რომელიმე ბიზნესს ჰქონდეს არაჩვეულებრივი წყარო, ბაზარი, გასაღების, ისევე როგორც ნედლეულის შესყიდვის ბაზარი, დამოკიდებულება ერთ მიმართულებაზე დღეს ითვლება, რომ არ არის სწორი და ეს იმიტომ ითვლება, რომ არ არის სწორი პრაქტიკა მაჩვენა, ხო? პრაქტიკა მაჩვენა, რომ ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და ერთადერთი რაც მუდმივია ამ სამყაროში ალბათ ცვლილებებია. შესაბამისად ეს ცვლილებები ბევრი სხვადასხვა შინაარსის და ხასიათის შეიძლება იყოს, მათ შორის პოლიტიკურიც ბუნებრივია და ამიტომაც დივერსიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ცოტა დიდი შესავალი გამოვიდა შესაძლებელია, მაგრამ ახლა უშუალოდ შუა დერეფანზე ვთქვათ, ხო? რა არის შუა დერეფანი? შუა დერეფანი არის ტრანსკასპიური დერეფანი, ასე ვთქვათ, რომელშიც მონაწილეობენ ქვეყნები, რომლებიც ჩინეთსა და ევროპას შორის მდებარეობენ და ამ სატრანზიტო ჯაჭვის წევრები არიან. ძირითადი ქვეყნები მათ შორის არის ცენტრალური აზიიდან ალბათ
უნდა აღნიშნოთ, როგორც წამყვანი ძალა ყაზახეთი, თუმცა უზბეკეთიც ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვითარდება. შემდეგ უკვე ვხვდებით კასპიის ზღვას, კასპიის ზღვის დასავლეთ ნაწილში ეს არის აზერბაიჯანი, შემდეგ საქართველო და თურქეთი. ეს არის შუა დერეფანი, როგორც ასეთი. რა არის მისი ალტერნატივები? რეალურად ალბათ გარკვეულწილად არასწორი იქნება ვთქვათ, რომ შუა დერეფნის ალტერნატივა მხოლოდ ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფანია, ასე არ არის. დღეს იმდენად ძლიერია კონკურენცია მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებში, რომ ჩვენ ამ დერეფნის კონკურენტად ძალიან ბევრი სხვა დერეფანით შეიძლება განვიხილოთ და მათ შორის არა მხოლოდ ჩვენს კონტინენტზე, იმიტომ რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ამ ტვირთ ბრუნვასთან დაკავშირებით, ნედლეული შესყიდვასთან თუ საბოლოო პროდუქტის გაყიდვასთან დაკავშირებით ხდება ძალიან კომპლექსურად, თვითღირებულებით, ტრანსპორტირების ღირებულებით, უსაფრთხოებით, ეკონომიკური კავშირებით, პოლიტიკური კავშირებით და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ამიტომაც ჩვენ ღია კონკურენციაში ვართ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი პლანეტის კორიდორებთან, მაგრამ უშუალოდ პირდაპირ ჩვენი კონკურენტები, რა თქმა უნდა, მრავლობითი ალბათ არასწორია, არის ჩრდილოეთის კორიდორი, რომელიც ყაზახეთიდან რუსეთის გავლით და შემდეგ ბელორუსიის გავლით ჩადის ევროკავშირის ქვეყნებში და პოლონეთში და მეორეს მხრივ ეს არის სამხრეთის კორიდორი, რომელიც შედარებით უფრო კომპლექსურია, იმიტომ რომ ირანის გავლით შემდეგ საზღვაო ტრანსპორტით აღწევს ევროპის იმპორტებამდე და შემდგომ უკვე ნაწილდება ევროპის მასშტაბით. მაგრამ მოდით ვთქვათ და აუხსნათ კიდევ ერთხელ მაყურებელს თუ მსმენელს რა გამოწვევების წინაშე არის. თქვენ ახსენეთ, რომ ეს არ არის უალტერნატივო, ცხადია, უალტერნატივო არაფერი არ არის და ვთქვათ ვისაუბროთ იმის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე არის და დგას ეს დერეფანი თავისი ტვირთგამტარიანობით, თავისი გადაზიდვების შესაძლებლობით, თავისი პორტების ყელის გამოწვევებით, როგორც კასპიაზე, ასევე ძირითადად კასპიაზე, მაგრამ რა არის, მაგალითად შავ ზღვაზე ღრმაწლოვანი პორტების არარსებობის ფაქტი რამდენად უშლის აი ამ განვითარებას ხელს და მოდით ეს კუთხეც დავამუშავოთ, როგორი არის თქვენი ხედვა. კი ბატონო, გიორგი, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გამოწვევებზე საუბარი და აი სანამ კონკრეტულად ჩავშლით თითოეულ გამოწვევას, ხო, რომელიც ნამდვილად ძალიან ბევრია და არა იმიტომ, რომ შუა კორიდორი წარმოადგენს რაღაც ძალიან პრობლემურ კორიდორს, ნებისმიერ კორიდორს თავისი გამოწვევები აქვს, უნებრივია, მაგრამ განსაკუთრებული მახასიათებელი რაც აქვს შუა კორიდორს, რასაც შეიძლება ითქვას, აი ესე ჰაილაითად პირდაპირ აწერენ ხოლმე, ეს არის მულტიმოდალური კორიდორი. მულტიმოდალური, ანუ აი ამ კორიდორით გავლისას ტვირთებს, როდესაც ეხება საქმე, ისინი იცვლიან სატრანსპორტო საშუალებებს, ისინი იცვლიან ტრანსპორტის სახეობებს და რამოდენიმეჯერ, ხო, ნაწილი საზღვაოა, შემდეგ სახმელეთოა, შემდეგ სარკინიგზოა, შემდეგ ისევ საზღვაოა და ასე შემდეგ. თითოეული ეს ცვლილება გარკვეულწილად დამატებით ჯაჭვს რგოლს ქმნის საერთო სისტემაში და რაც უფრო მეტია ასეთი ჯაჭვი, მით უფრო რთული ხდება მართო ასეთი სისტემა. ხო, რომ შევადაროთ ახლა ჩრდილოეთის კორიდორს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სარკინიგზო გადაზიდვით იწყება ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვრიდან და სრულად მთელი კორიდორი პრაქტიკულად სარკინიგზო გადაზიდვით ახერხებს, რომ ჩავიდეს ევროპამდე, მის ნაცვლად შუა კორიდორის გავლისას, რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა ტიპის ცვლილება გარდა ამისა, ბევრი სხვადასხვა ქვეყნის გავლა და შესაბამისი საბაჟო პროცედურები, შესაბამისი სასაზღვრო კონტროლი და სხვადასხვა ტიპის ლოკალური და საერთაშორისო მარეგულირებელი სისტემების გავლა უწევს ტვირთს. ეს თავისთავად შეიძლება ჩვენ მოვიაზროთ როგორც გამოწვევა, მაგრამ გამოწვევასთან ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის მოცემულობა, შუა კორიდორის მოცემულობა, რის გამოც კორიდორის სტრატეგიული მართვა ცენტრალიზებულად, რაც მთავარია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ბევრი მონაწილეა, უნდა ხდებოდეს ისე და მოხდეს მომავალში, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ ის შეფერხებები ან რაღაც უზუსტობები, რომლებიც სწორედ აი ამ ბევრი კონტრაგენტის მონაწილეობით არის გამოწვეული შუა კორიდორის განმავლობაში. ეს რაც შეიძლება თქვენი დაკვირვებით, მოდით თქვენი უკაცრავად რომ გაწყვეტენ, თქვენი დაკვირვებით ამ თემაზე, ანუ აი ამ სინქრონიზაციის საკითხზე მიდის თუ არა ახლა მუშაობა?
მადლობა ძალიან დიდი ამ კითხვისთვის. მაშინ გადავალ ამ კითხვაზე, შემდეგ დავუბრუნდებით სხვა გამოწვევებს, რომ თან ლოგიკურად გავყვეთ, ხო, აზრთა მსვლელობას. მიდის ამ მიმართულებით მუშაობა საკმაოდ აქტიურად. თქვენ და ჩვენი მაყურებელი თუ ადევნებს თვალყურს ბოლოდროინდელ ღონისძიებებს, რომლებიც ცენტრალური აზიის ქვეყნებში და ქვეყნებს გარეთაც იმართება, რომელიც ეხება შუა კორიდორს, იქ ნახავთ თქვენ შუა კორიდორის წარმომადგენელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოსაც, ვისურვებდი უფრო დიდი დოზით კიდევ, რომლებიც ერთობლივ საწარმოებს ქმნიან, რომლებიც ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, სწორედ იმ მიმართულებით, რომ მოხდეს უწყვეტი დინება ამ ტვირთნაკადების, უფრო სწორი დაგეგმვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ ინფორმაციის მიმოცვლა, ისე რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ შეფერხება საზღვრიდან საზღვრამდე და სატრანსპორტო საშუალებიდან სატრანსპორტო საშუალებაზე ამ ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ხანმოკლე პროცესი. პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. ალბათ დაახლოებით 10 წლეულია უკვე, რაც შექმნილია ტრანსკასპიური საერთაშორისო გზის გაერთიანება TITR, რომელიც მაყურებელს შეუძლია ძალიან მარტივად ონლაინაც ნახოს და მათი სერვისები და ინფორმაცია საკმაოდ გამჭვირვალეა. ამას კიდევ დაემატა რამდენიმე წლის წინ შექმნილი შუა კორიდორი, ასე ჰქვია ამ ერთობლივ საწარმოს, multimodal middle corridor multimodal, რომლის წევრებიც არიან საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. ისინი ერთად მუშაობენ სწორედ ციფრულ გადაწყვეტებზე და ციფრული სერვისების ერთმანეთთან ინტეგრირებაზე. შეიძლება ერთიანად სრულად ჩვენ შუა კორიდორში ჯერ საერთო სისტემა არ გვაქვს, მაგრამ სარკინიგზო მიმართულებით არსებობს უკვე გარკვეულწილად ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებულ მხარეს იქნება ეს ტვირთმფლობელი, ტვირთმიმღები თუ საექსპედიტორო კომპანია, მარტივად შეუძლია დაჯავშნოს ვაგონი და მიიღოს სატარიფო შეთავაზება სრული მარშრუტის დაწყებული ჩინეთის საზღვრიდან დასრულებული ევროპის იმ კონკრეტული ქვეყნის, რომელ ქვეყანაშიც მისი ტვირთი მიდის, ან ფოთისპორტის, რომლიდანაც შემდგომ მოხდება მისი ტრანსპორტირება. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. თქვენ წარმოიდგინეთ ის შემთხვევა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს უწევს სამი სხვადასხვა ქვეყნის სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების მართავ ორგანიზაციას მიმართოს დამოუკიდებლად და შეაგროვოს ეს ინფორმაცია და შემდგომ შეიქმნას წარმოდგენა იმაზე, თუ რა იღირება გადაზიდვა და რა იქნება ის ფარული თუ არაფარული დამატებითი ხარჯები, რომელიც უნდა შექმნას, დღეს ის ერთიან სურათს ძალიან მარტივად ხედავს და მისთვის გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია, რომ ძალიან მარტივია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, ჯერ კიდევ არის პრობლემები, რასაც აღნიშნავენ საერთაშორისო ექსპერტები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ უფრო სუსტი სიტყვა იქნება ამ შემთხვევაში traceability, ხო? რამდენად მიკვლევადია ტვირთი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გადაზიდვებში, ანუ ყოველთვის გვაქვს თუ არა ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, სად არის ჩვენი ტვირთი და როდის შევძლებთ მის მიღებას, ან როდის იქნება დამატებით საჭირო დამბაჟების ან დაბაჟების პროცედურების განხორციელება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ნაწილში ექსპერტები აღნიშნავენ ხოლმე, რომ არის გარკვეულწილად პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში ტემპი, რა ტემპითაც ვითარდება ამ მიმართულებით, აი ეს კორიდორის შემადგენელი ქვეყნების სტრატეგიული აქტივობები, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგია. ოკეი, შესანიშნავი. უნდა გკითხოთ პირველი ტარიფებზე რახან საუბრობდით თქვენ, არსებობს თუ არა უკვე განსაზღვრული რა, ანუ შეთანხმებული თუ არის წევრი ქვეყნები, ასე ვთქვათ, რაღაც საერთო ტარიფებზე და ამაზე თუ არსებობს კონსენსუსი, ეს ერთი და მეორე, ვინ არის, ასე ვთქვათ, ის მაკონტროლებელი ან რაღაცა ისეთი მონიტორინგის ორგანო, ასე დავარქვათ, ან რაღაც შემოვიტანოთ ისეთი ცნება, რომელიც მაგალითად, რომელსაც აქვს დათვლილი ან შეგროვებული მონაცემები, მაგალითად, გზების გამტარიანობაზე, ტვირთების ბრუნვაზე და იმ მოცულობაზე, რა მოცულობა შეიძლება აიღოს საკუთარ თავზე შუა დერეფანმა მთლიანად.
ძალიან საინტერესო კითხვაა, დამოფიქრა ამ შეკითხვამ, პირდაპირ გეტყვით. ეს ერთიანად თავმოყრილი საერთო ინფორმაცია, რაც მე თვითონაც ვისურვებდი ამას, რომ ყოფილიყო, სამწუხაროდ არ არის, თუმცა მსოფლიო ბანკის, გაეროს წლიური გამოცემები, რომლებიც ეძღვნება ხოლმე შუა კორიდორს, ძალიან კარგად ანახლებენ ინფორმაციას მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და მეტნაკლებად წარმოდგენა იმის თუ რა არის გამტარიანობა დღეს შუა კორიდორის, რას უნდა ველოდოთ, მაგალითად, მოლოდინია, რომ სადღაც სამჯერ გაიზრდება ტვირთბრუნვა 2030 წლამდე. ლაპარაკია ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ ეს არ არის გუშინდელი პროგნოზი, ხო? ამასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია არსებობს, მაგრამ სტატისტიკური მონაცემები სამწუხაროდ ძალიან ფრაგმენტულია. კარგი იქნებოდა გქონდეს ერთიანი სურათი, რა ხდება ყაზახეთში, რა ხდება აზერბაიჯანში და საქართველოში და ეს როგორც ერთიანი კომპლექსი ესე განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე, როგორც წესი, სამთავრობო დონეზე განმართულ შეხვედრებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ისევე როგორც სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის და სომხეთიც უკვე გამოჩნდა ამ ასპარეზზე, ხოთა შორის, რაც ასევე ვფიქრობ მისასალმებელია. ყაზახეთის წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ხედვა და ერთიანი სტრატეგია, მაინც გარკვეულწილად ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყნის ხაზგასმა მოახდინოს შუა კორიდორში, როგორც მთავარი და პირდაპირ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ ინგლისურ სიტყვას gateway, ხო, კარიბჭე. ჩვენ ვართ კარიბჭე. ყველა ამას ამბობს. ნუ რეალურად ჩვენც იგივეს ვიძახით, რომ ჩვენ ვართ კარიბჭე, იმიტომ რომ ჩვენგან უკვე პირდაპირ გზა მიდის საქართველოზე. კარიბჭეს ეძახის საკუთარ თავს ყაზახეთიც და ასევე აზერბაიჯანიც. ძალიან კარგია იყოს ყველა კარიბჭე და ჩვენ ერთად ვიყოთ კარიბჭე სწორედ ამ ორი დიდი ბაზრის ურთიერთდაკავშირების, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს მიდგომა, რომ შუა კორიდორი არის ადგილი, რომ სადაც ეს ორი ყველაზე დიდი ბაზარი, ჩინეთი და ევროპა უკავშირდება ერთმანეთს, გარკვეულწილად უკვე შეიძლება ითქვას მოძველებულიც არის, რადგანაც ჩვენ უკვე ხვდებით, რომ რეგიონული ვაჭრობა საკმაოდ აქტიურად ვითარდება და ამ რეგიონში გულისხმობ ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რომლებიც ძალიან მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და მათი ბუნებრივი რესურსების მოპოვება საკმაოდ აქტიურად ვითარდება და ინტერესია მიმართულებით არა მხოლოდ ევროპას აქვს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და მე ვიცი, რომ თქვენ ეს თემაც გაინტერესებთ და ალბათ შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნებს და მათთან მარტივი სავაჭრო კორიდორის არსებობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. დიახ, აუცილებლად თან ზუსტად ესე იგი ზუსტად მივედით, რომ ესე როგორ იტყვიან, რომ ნაზად გადავიდეთ მაგ თემას. ანუ შეერთებული შტატების ინტერესი ცხადია, ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ აი ამ ხუთეულის ვიზიტი ვაშინგტონში და ვნახეთ აი ეს მოლაპარაკებები, ვნახეთ ჩართულობა შეერთებული შტატების იგივე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებასთან მიმართებით და იქ ტრიპის დერეფანთან ინტერესის გამოხატვასთან დაკავშირებით და ამერიკული ინვესტიციების ჩადება და ნუ ასე შემდეგ. ვნახეთ სხვათა შორის ცენტრალური აზიის ზოგიერთი რესპუბლიკის ლიდერის საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ ახლა ქართულ ენაზე ვსაუბრობთ და ქართული პერსპექტივიდან ვხედავთ, უბრალოდ ვცდილობთ რაღაცები დავინახოთ. აი ამ სურათის შეკვეთა ძალიან საინტერესო არის, როგორი არის შეერთებული შტატების დაინტერესება ამ მიმართულებით და ჩვენ შემთხვევაში აი ჩვენთან როგორ არის ბმაში, ხო, ანუ აი ესე საქართველოდან ან თუ კი ისინი თუ კი პარტნიორი სახელმწიფოების ამბობენ, რომ ისინი არიან გეითები, მოდი ჩვენს აქედან რაღაცა ჩვენი ინტერესის დავძრათ, როგორც თქვენ ერთხელ უკვე აღნიშნეთ. კი ბატონო, რაც შეეხება მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ინტერესი შეიძლება გქონდეს ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს შუა კორიდორის განვითარების ნაწილში, ბუნებრივია, ხა ძალიან ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან არ უნდა დებდეს რესურსი იმაში, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის უწყვეტი და სწრაფი სავაჭრო კავშირი იყოს. ხო, ეს შეიძლება მისი პირდაპირ ინტერესი არ იყოს, ბუნებრივია, მაგრამ არსებობს სხვა ინტერესები, რომლის შესახებაც ისინი ძალიან ხმამაღლა საუბრობენ და თქვენ ახსენეთ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ტრამპის პრეზიდენტობის დროს 2025 წლის
შემოდგომაზე და სახელმწიფო დეპარტამენტმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო საკითხები, რომელზეც ისინი საუბრობდნენ. ისინი ძირითადად საუბრობდნენ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ბუნებრივ წიაღისეულს და კრიტიკულ მინერალებს. ამ მხრივ ცენტრალური აზია მოგეხსენებათ ძალიან მდიდარია, განსაკუთრებით ურანის და ვოლფრამის მიმართულებით, ანუ ეს ორი ნივთიერება, რომელიც დღეს ამ შემთხვევაში თქვენს ექსპერტიზას გამოვიყენებთ და დამეთანხმებით ალბათ, რომ სოფლიო მასშტაბით ბიუჯეტი თავდაცვის მიმართულებით რამდენად იზრდება და რამდენად მნიშვნელოვანია ის ტექნოლოგიები და ნედლეული, რომელიც გამოიყენება ამ მიმართულებით და ბუნებრივია, რომ ურანის და ვოლფრამის სწორედ დიდ წილს თამაშობს ისეთი პროდუქციის წარმოებაში, როგორც არის თავდაცვითი სისტემები, მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი სისტემები და შესაბამისად ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კონდეს წვდომა ასეთ ბაზრებზე და გარდა წვდომისა და მოლაპარაკების დონეზე ამის განხორციელებისა კონდეს უწყვეტი მიწოდების მექანიზმი და გზა, ხო, რომელიც მაინც და მაინც არც ჩინეთზე გავა და არც დიდად რუსეთზე ამ გზის გავლა შეიძლება ამ შემთხვევაში ასხავდეს ამერიკის შეერთებული შტატების იმასაც წყალს წამოვიწყდა. წისქვილზე. დიახ, ბატონო. გარდა ამისა, კიდევ მეორე ინტერესი რაც არის, ცენტრალური აზიის ქვეყნები დღეს ძალიან აქტიურად ვითარდება ეკონომიკური თვალსაზრისით. და მთლიანობაში თითქმის 100,000-მდეა ჯამურად მოსახლეობა ცენტრალური აზიის ქვეყნების, რაც ასევე ძალიან საინტერესო ბაზარია თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით მაშინ 100 მილიონამდე ალბათ, ხო? 100 მილიონამდე, დიახ. 100 მილიონი. 100 მილიონამდე. 90 მილიონი და რაღაც, სადაც ყველაზე დიდი უზბეკეთი გამოირჩევა, განსაკუთრებით ჭარბი მოსახლეობით 35 მილიონი, შემდეგ 20 მილიონი ყაზახეთი და სხვა დანარჩენი ქვეყნები. ეს ბაზარი თავისთავად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალიან საინტერესოა, როგორც სამომხმარებლო ბაზარი და როგორც ბიზნეს ბაზარი და ვიცი, რომ არსებობს უკვე მოლაპარაკებები ბოინგის და ყაზახური კომპანიების, რომ ისინი ძალიან დიდი მასშტაბის პროექტს განახორციელებენ ერთად. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები თავადაც ახორციელებს ინვესტიციას მომპოვებელი ინდუსტრიის მიმართულებით და საბადოების განვითარებაში დებს თორცდები მილიარდს და რაღაცას იმისთვის, რომ სწორედ საბადოების განვითარება უზრუნველყოს და შემდგომ უწყვეტი ნაკადი კრიტიკული მინერალებით უკანა გზაზე. თავის სამხედრო პოლიტიკური ასპექტიც აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჯერ კიდე ავღანეთის კამპანიების დროიდან მოყოლებული. მინდა გითხოთ ვაშინგტონზე ვისაუბრეთ, ნაწილობრივ მინდა რომ ბრიუსელსაც შევეხოთ, ბრიუსელის ინტერესებსაც შევეხოთ, ანუ ევროკავშირის ინტერესებზეც ვისაუბროთ, რახან აი ეს გამტარიანობაზე მსჯელობთ ახლა და გკითხოთ ბრიუსელის ინტერესები მათ შორის აი დელისთან თანამშრომლობის ჭრილში, იმიტომ რომ ინდოეთთან ძალიან გაიზარდა ეს ვაჭრობის შესაძლებლობები, ანუ შეთანხმება არსებობს და ხელსაც ალბათ რატიფიცირებას ალბათ სავარაუდოდ მალე იქნება ამის თაობაზე. როგორი არის ამ შემთხვევაში ბრიუსელის ხედვა? უჭერს ამ პროექტს მხარს, ცდილობს რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული, ან ცოტა გვერდიდან უყურებს. აი ეს საინტერესო არის, მით უფრო აი რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე უკრაინაში. აი სხვანაირად შეიცვალა რაღაცები, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებით მაგ ნაწილში. საინტერესოა, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ხედვა ამ მიმართულებით. ევროკავშირი და ჩინეთი საკმაოდ აქტიური სავაჭრო პარტნიორები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს იმას, რომ ისეთი ნეომერკანტილისტური მიდგომები, როგორიც თქვათ, ტრამპმა გამოავლინა თავისი მეორე პრეზიდენტობის პერიოდის დასაწყისში, შეიძლება სადღაც ჩანდეს ქცევაში ევროკავშირის, თუმცა მთლიანობაში მაინც მათი დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ გაცილებით უფრო მოზომილია, ისე როგორც ყველა სხვა მიმართულებით და ამიტომაც ისინი ძალიან
გამჭვირვალედ ხედავენ იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც არსებობს და რის გამოც ვაჭრობა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის საკმაოდ აქტიურად ვითარდება და თან სამწუხაროა გარკვეულწილად ვითარდება ძირითადად ჩინეთს ევროკავშირის მიმართულებით. ევროკავშირი გარკვეულწილად ცდილობს, რომ ორმხრივი, ანუ რევერსული მიმართულებაც მისცეს ამ საერთაშორისო ვაჭრობას, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სავაჭრო დეფიციტია ევროკავშირსა და ჩინეთის ქვეყნებს შორის. ბუნებრივია, რომ ჩინეთი აწარმოებს როგორც საბოლოო პროდუქციას, მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, რომელსაც ვიყენებთ ჩვენც და ევროკავშირიც, ბუნებრივია და ამერიკის შეერთებული შტატებიც აქტიურად იყენებდა, ის აწარმოებს ძალიან ბევრ ნედლეულს ან შუალედურ პროდუქტს, რომელიც სჭირდება ევროკავშირს ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი წარმოებისთვის. და ასე მარტივად და ერთი ხელის აღებით, თქვათ, რის უფლებასაც თავს აძლევს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი არ გამოირჩევა, ხო? ისედაც ასეთი ქცევით და შესაბამისად მათი დამოკიდებულება ევროპისა და აზიის სავაჭრო და არასავაჭრო ურთიერთობების გაცილებით უფრო ესეთი ზომიერი და სტაბილურია. ძალიან კარგია, რომ აღნიშნეთ ინდოეთის ფაქტორი. ინდოეთი მოგეცნებათ არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა აზიის ქვეყნებს შორის და არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისითაც ჩინეთს გადაუსწრო უკვე 2 წლის წინ და ეს ძალიან დიდი რესურსია ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაშინ როდესაც განვითარებადი ქვეყნები პირიქით უჩივიან მოსახლეობის დაბერებას, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას, სამუშაო ძალა, აქტიური ახალგაზრდა თაობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამწევი ძალა, ხო? ქვეყნის ეკონომიკისთვის. და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ინდოეთის განვითარების ტემპები მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და შეიძლება ძალიან მალე, ალბათ, რა ვიცი, ეს გარკვეულწილად მალეც არის 20-30 წლის შემდეგ ჩვენ ნახოთ, რომ ინდოეთი გადაიქცა ეხლანდელ ჩინეთად და ეს დრო სულაც არ არის შორს. გარდა ამისა, კიდევ ძალიან საინტერესო მიმართულება არის ინდოეთის ბაზარი განუვითარებელია დღეს, ხო? ამიტომაც ბევრი პერსპექტივა. რეგულაციები და სტანდარტები არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს წარმოადგენს და ბევრი ექსპერტისგან მოვისმინე საინტერესო მოსაზრება, რომ ინდოეთიც დაინტერესება ევროკავშირის ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით წამყვანი ტექნოლოგიური ქვეყნებისთვის, ისეთ როგორც არის გერმანია, ისეთ როგორც არის ნაწილობრივ იტალია და ავტომწარმოებელი ქვეყნებისთვის, ეს წარმოადგენს ბაზას, პარკ ბაზარს იმისთვის, რომ მათი ჯერ კიდევ ტრადიციული საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეალიზაციის ბაზარი ჩაანაცვლონ და რა უნდა ჩაანაცვლონ ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში, ხო, რომელმაც 2025 წლის გაზაფხულიდან იცით, რომ სატარიფო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და გარკვეულწილად ავტომობილების გასაღების ბაზრის 40%-ზე შეუწყდა წდომა ევროკავშირს, რაც მათი ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი მიუხედავად იმისა, ევროკავშირის ქვეყნები მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მუშაობენ ელექტრომობილების მიმართულებით, ჯერჯერობით ამ ნაწილში დომინირებს მსოფლიო ეკონომიკაში მაინც ჩინეთი და რადგანაც ესეც გარკვეული კულტურული თავისებურებაა ალბათ, ხო, ევროკავშირის ქვეყნების, რომლებიც ესე სწრაფ მოქნილ ცვლილებებს ვერ ახორციელებენ ისეც როგორცაც ვთქვათ ახალი განვითარებული ეკონომიკები, ამიტომაც მათაც გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ სრულად აეწყონ ახალ გამოწვევებს, ახალ ბაზარს და დღესდღეობით ეს დამატებითი ეკონომიკური შემოსავალი შეიძლება იყოს მათთვის. ისევე როგორც ინდოეთის ბუნებრივი რესურსები, მოგეხსენებათ ეს გიგანტურია ქვეყანა თავის მხრივ და ამ რესურსებზე წვდომაც ევროკავშირისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ თუ შემეკითხებით უშუალოდ შუა კორიდორთან რა კავშირშია ეს ყველაფერი, ხო? ამაზე ესეთი პირდაპირ კავშირის მოძებნა ცოტა გაჭირდება. იმიტომ რომ ინდოეთი თავისი ადგილმდებარეობით ძალიან ხელსაყრელია საზღვაო გადაზიდვებისთვის და საზღვაო გადაზიდვით მტვერთის ევროპის ძალიან განვითარებულ მძლავრ პორტებში ასე ვთქვათ, შეყვანისთვის თუ გადაზიდვისთვის, ხო, ესე ვთქვათ მარტივად. თუმცა
ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა. 2021 წელს ევროკავშირის ინიციატივა Global Gateway, ასე ქვია, ხო? ეს კარიბჭე, მოკლედ ძალიან პოპულარული სიტყვა ზოგადად გადაზიდვაში და საერთაშორისო ბიზნესში. გლობალური კარიბჭე. ევროპა. აი ესეთი სახელწოდებით შეიქმნა ინიციატივა, რომელშიც მრავალი მილიარდობით თანხა აკუმულირდა და ჯერ კიდევ იგეგმება ამაში ინვესტირება, რაც გულისხმობს მჭიდრო კავშირების შექმნას და გამარტივებას საერთაშორისო გადაზიდვების როგორც აფრიკის ქვეყნებთან, ასევე აზიის ქვეყნებთან. ამ ნაწილში რამოდენიმე მოსაზრება წავიკითხე, რომ ეს იყო გარკვეულწილად ევროკავშირის პასუხი ჩინეთის ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივის, ასე ვთქვათ, საფრთხოვნად. ძნელია ძალიან ეხლა მათ პირდაპირ კავშირები დაინახო, თუ არა ის, რომ გეოგრაფიულად საუბარია აზიასა და ევროპაზე, რომელიც სხვა ორი არ არის და ერთი და იგივეა, ბუნებრივია. თუმცა ყველა მხარე გარკვეულწილად ცდილობს, რომ მისი მინიმუმ გავლენები მაინც გააძლიეროს და წარმოაჩინოს ნებისმიერი მარშრუტის მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ინდოეთს, აქ უკვე ახალი ინიციატივა, კორიდორის ინიციატივა, ინდოეთი, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, შემდეგ თუ არ ვცდები ისრაელი და შემდეგ ევროპა. ეს არის ახალი კორიდორის ინიციატივა, რომელიც სულ ახლახანს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში შესთავაზა ევროპამ და ინდოეთმა სამყაროს, ასე ვთქვათ, და ამ მიმართულებით პროექტის დონეზეა დაწყებული აქტივობები, რეალურად აქ ჯერ ტვირთბრუნვა, რაიმე ასეთი არ მიმდინარეობს. ძალიან რთული მდგომარეობა არის მაგ მიმართულებით, იმიტომ ჩვენ სწორედ უფრო აი სამხედრო პოლიტიკური კუთხით ვადევნებთ თვალყურს ისრაელის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და პროცესებს და ცხადია ვიცით გარკვეული ცნობები მოდის ჩვენამდე ზუსტად იმ თემაზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, მაგრამ ნახოთ. ჩვენ დაგვჭირდა სადღაც არასრული 5 წუთი და მე მინდა რომ კითხოთ ასეთი კითხვა დაგისვათ თქვენ, რომ არ შეიქმნას წარმოდგენა რომ თითქოს ან ყველაფერი კარგად არის, ან ეს უკვე მოქმედებაში, ან ასე შემდეგ, შუადერეფანზე მაქვს საუბარი. ხომ არ გვეტყვით, არის თუ არა აუცილებელი რაღაცა დიდი ინვესტიციების ჩადება, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ჩადება აი ამ შუადერეფანში იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აი ამან უკვე რომ ეს ორთქმავალივით, ანუ ამოუშვეს ორთქლი და დაიძრას წინ ლოკომოტივი. მადლობა გიორგი, იმდენად საინტერესო და მასშტაბური თემაა, რომ ალბათ დრო არასოდეს არ ეყოფა ამ თემის განხილვას. დავუბრუნდეთ უფრო ლოკალურად შუადერეფანს და ამ შემთხვევაში ვისაუბროთ ჩვენზე და ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, ეს 5 წუთი ამაში გამოვიყენოთ. რაც შეეხება ვიწრო ყელებს შუადერეფანში, ხო? ამ ვიწრო ყელების ყველაზე პოპულარული ვერსია, რაც კი გვესმის ხოლმე, ეს არის კასპიის ზღვის წყლის დონის შემცირება, რაც ბუნებრივი პროცესია უკვე, ეკოლოგიური პროცესია და ამაზე ძალიან გამჭვირვალედ გაეროს გარემოს დაცვითი ორგანიზაციაც წერს და ამბობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 96 სანტიმეტრით, ანუ თითქმის 1 მეტრით შემცირდა კასპიის ზღვის სიღრმე, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ფლოტისთვის და ამ შემთხვევაში საუბარია ყაზახეთის პორტებზე, იქნება ეს აქტაუთუ, კურიკი და აქეთ რა თქმა უნდა ალატი, ანუ აზერბაიჯანის ბაქოს პორტი. როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევებს? როგორც ვიცი, მიდის მუშაობა ის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ეს ტექნიკური სამუშაოები, მაგრამ იმისთვის, რომ მინუსვა არ შეფერხდეს, არსებული ფლოტის დატვირთვა ხდება უფრო ნაკლები ინტენსივობით. ანუ თუ შეიძლებოდა რომ რაღაც 100 ტონა ტვირთი
და პირობით ციფრს ვამბობ, ბუნებრივია, ახლა 70 ტონას დებენ იმისთვის, რომ დაბალი ფსკერითაც უზრუნველყონ ტრანსპორტირება, ხო? და ეს ბუნებრივია იწვევს მეტ მოთხოვნას ფლოტის შევსებაზე, იმიტომ რომ უფრო მეტი რეისის გაკეთებაა საჭირო და ეს რეალურად გამოწვევა. ამ პრობლემაზე ნაკლებად საუბრობენ ჩვენს შუა კორიდორში შიგნით, მაგრამ საუბრობენ განვითარების პროექტებზე და როგორც ვიცი, იგეგმება ფლოტის დამატება და მიმდინარეობს წყლის გაღრმავების აქტიური სამუშაოებიც ამავდროულად. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ შესაძლებლობების ფარგლებში გარკვეულწილად პროცესი მიმდინარეობს და წესით ეს არ უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მომავალში ტვირთნაკადის ზრდასთან ერთად, რაც შეიძლება ბუნებრივადაც მოხდეს, იმიტომ რომ სოფლიო სავაჭრო ბრუნვა ზოგადად იზრდება და უბრალოდ ამ ზრდას რომ დაელოდო შუა კორიდორი, იქაც კი მოუწევს, რომ დამატებითი სიმძლავრეები ჩართოს. შემდეგ მოდის უკვე გარკვეულწილად იგივე პრობლემა, რომელიც ეხება ბაქოსპორტს, ალაც, სადაც დამატებით ტერმინალებს ამუშავებენ და იგივე განვითარების სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზაზე რთულია ძალიან ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტული პრობლემების შესახებ. საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანულ რკინიგზასთან ერთად ეს ერთიანი ხაზია და შემდეგ უკვე ორ ნაწილად იყოფა. ერთი თბილისიდან უკვე ყარსის მიმართულებით მიდის და მეორე პირდაპირ East West Highways, რასაც ვეძახით, East West Roads, ბათუმის და ფოთის პორტის მიმართულებით მიემართება, ხო? მომისმენია რამოდენიმე ექსპერტისგან, თუმცა ამაზე დოკუმენტირებული მასალა სამწუხაროდ არ არის და არ მინდა ხოლმე ხშირად რომ ამაზე ვისაუბრო, გარკვეული შეფერხებები, რომელიც უკავშირდება საქართველოში პორტების მუშაობას, პორტების წარმადობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეჭვს ძალიან ასე ვთქვათ, აძლიერებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ფოთის პორტმა, რომელიც ყველაზე მსხვილია, ორი პორტი გვაქვს და აქედან უმსხვილესი საკონტეინერო პორტია, შარშანდელი წელი დახურა რეკორდული მაჩვენებლით და მისი წარმადობა, დაგეგმილი წარმადობა 600,000 ერთეული, საკონტეინერო ერთეული რომ იყო, 635,000 საკონტეინერო ერთეული გადაამუშავა. ბუნებრივია, რომ ეს ძალიან კარგია და ნიშნავს, რომ პროფესიონალები მუშაობენ ნამდვილად, რომ შეძლეს მათ ზეზღურბლოვანი დატვირთვით ემუშავათ და ეს განეხორციელებინათ, მაგრამ ამავდროულად ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად იქნებოდა რაღაც შეფერხებები, გარკვეულწილად პრობლემები, რომლებიც შეიძლება შემდგომ უკვე ტვირთმფლობელისთვის, დამკვეთისთვის, არც თუ ისე სასიამოვნო გამოცდილებად დარჩეს და ეს გამოცდილება შემდგომ კონვერტირდეს ალტერნატიული გზის შერჩევაში, ხო, როგორც ხდება ხოლმე ტრადიციულად. და პირიქით, დადებითი გამოცდილება, როგორც გრავიტაციული ეფექტი, ასე მოქმედებს და მოდის უფრო მეტი ტვირთი შესაბამისად იმ ნაწილში, რომელიც უსაფრთხოდ შეუფერხებლად ახორციელებს ტრანსპორტირებას. და აქვე თუ შეიძლება და 2 წუთი თუ მაქვს, 2 წუთი არა, რამდენიმე წამი დაგვრჩა ზუსტად. რამდენიმე წამი შეიძლება გავიძინოთ. და სწორედ ამიტომაც ხდება ანაკლიის პორტი, ასეთი მნიშვნელოვანი